შემდეგ გემშვიდობები. ჩვენ კი განავინახოთ ლისტბაზე ბატონ ჰენრი კუპრაშვილთან. შემცივდა. აი დაგინახეთ და შემცივდა. უკვე შეგწივდა. თუმცა მზეანათებს. ბატონ ჰენრი, რამდენად საჭირო ფიზიკური მომზადება სანამ ჩახვალთ გაყინულ წყალში, ან მანამდე უნდა გახურდეთ თუ რა? მე ახლა ვირბინე ერთი სადღაც 5-8 კილომეტრს დავრბივარ ხოლმე ჯერ და მე ისა გავივარჯიშებ, გაწელვით ვარჯიშებს ვაკეთებ და მე ჩავდივარ წყალში ხოლმე. აი ნახეთ მზეც კი ამოვიდა, მზე ჩემი მეგობარია. ისე რამდენი ხანი ჭირდება მომზადებას, რომ აი მე შემილია ეგ გავაკეთო, ახლა რომ მოვიდე ეგრევე გავიხადო ჩავ. კი. არა, წინასწარ საჭიროა ძალიან ისეთი რა, მეთოდურად, ძალიან გამართული ყველაფერი, აი გონივრულად არა ქართული იმით, არამედ აი გონივრულად უნდა მოემზადო რა, ამისთვის და არაფერი პრობლემა არ არის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება. მე სულ რაღაც რამდენი წელიწადია დავიწყე 2013 წლიდან თუ 12 წლიდან რა. ბატონ, მოდით ამინზე გადავიდეთ. დიახ და მე უკვე ველოდებით თქვენს ჩასვლას. დღეს ამის განაპირობებს ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასებისა და სამხრეთით მდგარი თბილი ჰაერის მასები. ამიტომ დასავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამიდი და ნალექია მოსალოდნელი. თაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთითაც დროგამოშვებით მოიღრუბლება, იწვიმებს, თაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება ბათუმში +8, ხოლო ფოთში +6 გრადუსი. 6 გრადუსამდე გათბება ჰაერის სოხუმშიც. სოხუმშიც ზუგდიდშიც ასევე 6 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. 3 გრადუსი სითბო იქნება ახალციხეში. 5 გრადუსამდე გათბება ჰაერი ქუთაისში, ლენტეხსა და ცაგერში +3, ამბროლაურში კი +4 გრადუსია ნავარაუდევი, +3 გრადუსია მოსალოდნელი ცხინვალში, გორში +4 გრადუსი იქნება, 7 გრადუსამდე გათბება ჰაერი თბილისში, რუსთავში +6, თელავშიც +6 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, სიღნაღში +5, ხოლო ყვარელში +6 გრადუსია ნავარაუდევი. თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, შესაძლებელია მცირე ნალექი, იქროლებს დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება დილის 9 საათზე +2 იყო უკვე. 12 საათზე +4, 15 საათზე +7, 18 საათზე 5 და 21 საათზე +2 გრადუსი. დიდი მადლობა ბატონ ჰენრი. ბატონ ჰენრი. კი, და მანამდე მიიღე გულწრფელი კომპლიმენტი ჩემგან, რომ თქვენ 70 წელი გისრულდება და არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაში ბრძანდებით. ასეთი ულამაზესი ანი მეუბნება კომპლიმენტს და ცხადი ეხლა არ შემცივა არაფერი პირიქით. რა თქმა უნდა სტიმულისთვის არის. დიდი მადლობა თქვენ. ნეტა რამდენი გრადუსი იქნება ეს? რო წარმოვიდგენ ხოლმე რომ ეს შეიძლება გავაკეთო, ანუ ვერც წარმოვიდგენ მაგასო, ვაიმე. გაყინული წყალი. არანაირად ყინულ ჭრილში ამოჭრა ადამიანმა ყინულებისაც ჩვენივრად ეთამაშება. რა, ეს ძალიან დიდი სტიმული უნდა იყოს ბევრი ახალგაზრდასთვის. სექტემბერში უსრულდება თან 70 წელი ბატონ ჰენრის. რამდენი თვით ადრე მიულოცოთ და ყველა ეგრე ჯამთელად იყოს 70 ბატონ ჰენრი წყალში ჩასასვლელსაც რო გედადება, რომ დაიფაროს მისი სხეული. ნახეთ, აი გავიყინე. დამშვიდობოთ ბატონ. გემშვიდობებით და მადლობა გითხრით. მივხვდით რომ ჯანმრთელობისთვის ნამდვილად არ არის არაფერი ამაზე და გამოფხიზლებისთვის როგორც ხვდები დილიდან. ორს მე შემცვიდა. ჩვენ კი შეგცივდა. ჩვენ კი შეგცივდა. გადავინაცვლოთ ოთარ ქერიასთან პრესის მიმოხილვის დროა. ოთარ დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მოგესალმებით ანი გიორგი კიდევ ერთხელ.